ამ ტროტუარზე დგომა მძღოლებს $1,000,000 ლარზე მეტი დაუჯდათ. ფაბრიკის წინ ქუჩის ამ პატარა მონაკვეთზე ყველაზე მეტი პარკინგის ჯარიმა იწერება. სხვა ადგილებთან შედარებით აქ 28 ჯერ იზრდება დაჯარიმების შანსი. 3,000 ჯარიმა ერთ წელში მხოლოდ ფაბრიკის წინ დაიწერა. აქედან 2,000 ამ ტროტუარზე, მაგრამ მთავარი ციფრი ეს არ არის. ტროტუარზე დაჯარიმებული მანქანების 95% ევაკუატორმა წაიყვანა. იცოდით, რომ თბილისში პარკირების ჯარიმების ნახევარი მთავრდება ევაკუაციით. ეს სტატისტიკა მეც მაოცებს, მაგრამ ძალიან რეალურია. მანქანებით გადატვირთულ ქუჩაზე, სადაც საპარკინგო ადგილი არსად ჩანს, ეს ტროტუარი ძალიან მასშტაბურად გამოიყურება. ტროტუარზე გაჩერება 50 ლარიანი ჯარიმით ისჯება, რაც არც ისე ცუდად ჟღერს, სანამ საჯარიმოზე მისვლა და კიდევ 150 ლარის გადახდა არ მოგიწევს. ტროტუარზე მანქანების მხოლოდ 2/3 ჯარიმდება, დანარჩენი ამ ქუჩაზე გაჩერებისთვის და დგომისთვის. ანუ ამ ქუჩაზე თუ გაივლი ორი ვარიანტი გაქვს. ან უნდა გაჩერდე მარცხნივ საპარკინგო ზონაში, ან აქ შეგიძლია გაჩერდე 5 წუთამდე. არ გაგიკვირდება და პარკირება არც სხვა ქუჩებზეა მარტივი. შეიძლება ფაბრიკას წრეები უთხრა და მაინც ვერსად გააჩერო. ბოლოს ყელში ამოგივიდეს და ისევ ამ ტროტუარზე დატოვო. აი თუ ასე მოგიწევს, შენი საქმე მთლად წასული არ არის. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გადმოწერო ბორბალოს აპლიკაცია, დაამატო შენი მანქანა და თუ ის წასაყვანად მოინიშნება, ამას აუცილებლად გაიგე. გადასაყვანადაც საკმარისზე მეტი დრო გექნება. ასე რომ გადმოწერე ბორბალო და ჩვენი არხიც გამოიწერე, რომ სხვა ადგილებზეც მიიღო ინფორმაცია.